13 დეკემბერს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც კიდევ უფრო გაძლიერდა საპოლიციო კონტროლი და შეიქმნა დემონსტრანტების დევნის ახალი სამართლებრივი მექანიზმები. ეს ცვლილებები არამხოლოდ არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმებს. ამ ცვლილებებით მათ შორის აიკრძალა დემონსტრაციებზე სახის დაფარვა ნიღბით ან სხვა საშუალებით. ზოგადად ნიღაბი და სხვა სახის დაფარვის საშუალებები შეიძლება გამოყენებული იქნას, თქვათ, რელიგიური მრწამსის ან სხვაგვარი შეხედულების გამოსახატადაც და ამიტომაც ასეთი ბლანკეტური ცვლილებები, რომელსაც აქვს ზოგადი ხასიათი, არ უშვებს არანაირ გამონაკლის და არ ითვალისწინებს განსხვავებულ გარემოებებს, იმთავითვე არის უკანონო. ამ ცვლილებებით ასევე იკრძალება სამედიცინო ნიღბის, პირბადის და აირწინაღის გამოყენებაც, რაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქართული ოცნება ამ დემონსტრაციებზე ჭარბად და უკანონოდ იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ცვლილებები და ამგვარი საშუალებების აკრძალვა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნის და რეპრესიის სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებს, იქნება ეს მათი მასობრივად უკანონო დაკავება, თუ მათზე ძალადობა, ეხლა უკვე სამსახურიდან დათხოვნა, კერძო თუ საჯარო სექტორში, მნიშვნელოვანია, რომ დემონსტრანტებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაფარონ სახე დემონსტრაციებზე და ამ გზით თავი დაიცვან შემდეგ უკვე მათზე ანგარიშწორების და ფიზიკური ძალადობისგან. საკანონმდებლო ცვლილებებით ქართულმა ოცნებამ ასევე გააფართოვა გასინჯვის და დაკავების საფუძვლები. ცვლილებებით შესაძლებელი ხდება პირის დაკავება პოლიციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესში მონაწილეობისგან თავის არიდების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციისთვის. ეს საფუძვლები არის აბსოლუტურად თვითნებური და დამოკიდებულია პოლიციელის სუბიექტურ შეფასებაზე. ამასთან ეს ცვლილებები არ ადგენს არავითარი დასაბუთებულობის და სარწმუნოების სტანდარტს, რაც პირდაპირ უხეშად არღვევს თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. მაგალითად, თუ აქციაზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაგაკავებენ და სასამართლოს სამართალდარღვევად გრძნობთ, როგორც ამას უმრავლეს შემთხვევაში აკეთებს ხოლმე და პოლიციის გადაწყვეტილების დამოწმებლად არის ქცეული პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომში უკვე სხვა სამართალდარღვევის პრევენციისთვის სამართალდამცავებს შეეძლებათ ნებისმიერ დროს დაგაკავოთ. იმ ფონზე, როდესაც დაკავების შემდეგ განყოფილებაში გადაყვანილ ადამიანებზე მასობრივად ძალადობენ და ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა არის პრაქტიკულად გამოყენებული წამების და არასათანადო მოპყრობისთვის პირობების შესაქმნელად, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამგვარად ფართოვდება დაკავების საფუძვლები და პოლიციელს პირების დაკავება პრაქტიკულად ნებისმიერ დროს შეეძლება. დემონსტრაციებზე ნიღბების აკრძალვა, ისევე როგორც ცნობები იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით შეიძინა სახისამოსაცნობი კამერები და ახლა უკვე დაკავების საფუძვლების ამგვარად გაფართოება, რაც თვითნებურ დაკავებას აკანონებს, ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად გეგმავს გააფართოვოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე დევნა და რეპრესია. ამ ცვლილებების მიღებით ქართული ოცნება საბოლოოდ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და აშკარაა, რომ საკანონმდებლო უფლებამოსილებას იგი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისთვის იყენებს.